საღამოშობისა ეთერში არჩევანი ებრალიძის კონგრესი რატომ გადაწყვიტა პეტერბურგელმა ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ შეეკრიბა ემიგრანტი ქართველები რუსეთში და ვის შეუერთდა მას ქართული პოლიტიკური სპექტრიდან არჩევანში ალექსანდრე ებრალიძის პირდაპირ ჩართვა პეტერბურგიდან და ხელისუფლების პასუხი თბილისიდან უგზართ ნიკლაური სტუდიაში. ომბუდსმენის ანგარიში რა დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველი დაცულია თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები ვინ მოიწონა და ვინ გააპროტესტა ტუღუშის მოხსენება. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჩვენ სტუდიაში. და ბოლოს CNN-ის მიერ დანახული ბათუმის რენესანსი და აჭარის ხელისუფლების მოთხოვნა. რატომ მიმართა ღიად ვარშალომიძემ პრეტენზიებით ცენტრალურ ხელისუფლებას და კიდევ რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ხელისუფლების ხელმძღვანელი რეგიონში ლევონ ვარშალომიძის პირდაპირ ჩართვა ბათუმიდან ჩვენი გადაცემის ბოლოს. და რამდენიმე წუთში ჩვენ გველდება პირდაპირ ჩართვა პეტერბურგიდან ჩვენი სტუმარია ალექსანდრე ებრალიძე. ებრალიძის კონგრესი რატომ გადაწყვიტა პეტერბურგელმა ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ შეეკრიბა ემიგრანტი ქართველები რუსეთში და ვინ შეუერთდა მას ქართული პოლიტიკური სპექტრიდან რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში. და დავიწყოთ ქართული ლობის ფორმირება რუსეთში. ხარი საუბარი რამოდენიმე რენეგაძე შულავერის კომიტეტიდან ისტრაფიან იმ მისამართებზე, რომელ მისამართებზე შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური მახინჯი აზროვნების რეალიზაცია. არ მგონია ხავითარებაში ესეთი პოლიტიკურ ტურისტებად სამსიარული რაიმეს მომტანეები. პოლიტიკური ტურისტები თუ ვიზიტი კონკრეტული პოლიტიკური გეგმებით. რასეულდებიან ქართველი ოპოზიციონერები პეტერბურგის კონგრესის ორგანიზატორისგან და ძალაშია თუ არა ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკური ამბიციები. შეეხება მედიას ყიდვას, პრეზიდენტობას თუ სხვა ნაბიჯებს, ეს არის გზა ამ მიზნის მისაღწევად. რა გზით აპირებს ებრალიძე მიზნის მიღწევას და ვინ დაეხმარება მას გეგმების განხორციელებაში რუსეთსა და საქართველოში. არჩევანში ალექსანდრე ებრალიძის პირდაპირ ჩართვა პეტერბურგიდან და ხელისუფლების პასუხი თბილისიდან უგზართ ნიკლაურის სტუდიაში. ომბუდსმენის ანგარიში რა დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველი და რა ფაქტები მოხდა გიორგი ტუღუშის 2009 წლის მოხსენებაში. ძალიან დიდი ადგილი ეთმობა საჯარო აღსრულების სისტემას, ასევე საუბარია ბავშვთა უფლებებზე, ფსიქიატრიულ სამანტყოფოებზე, პროკურატურისა და პოლიციის საქმიანობაზე. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დეპუტატების მხრიდან შესაბამისი რეაგირება. დაცულია თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები, ვინ მოიწონა და ვინ გააპროტესტა ტუღუშის 328 გვერდიანი მოხსენება. თვალი დახუჭა და არაფერი თქვა საკუთრების უფლებების ხელყოფაზე და ჩამორთმევაზე პირდაპირ ბოლშევიკურზე, არაფერი თქვა პოლიტპატიმრებზე, უსამართლო დაპატიმრებულებზე. საკითხი ეხება რამოდენიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთასაც. ნაწილი იმ წინადადების არის ისეთი, რომელიც ისედაც ტრიალებს პარლამენტში. ნაწილი არის ისეთი, რომელიც მოითხოვს სერიოზულ მსჯელობას. გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ომბუდსმენის მოთხოვნებს, როგორ აფასებს თავად ტუღუში 2009 წლის ანგარიშს და რატომ აკრიტიკებს მას ოპოზიციის ნაწილი. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში არჩევანში. საქართველოს მსოფლიო ობიექტივში და CNN-ის მიერ დანახული ბათუმის რენესანსი. რატომ დაინტერესდა ყველაზე ცნობილი ტელეკომპანია აჭარი. სადაც არ უნდა გაიხედო ამ ქალაქში ყველგამშენებლობის ხმაურს გაიგებ. ეს პროექტები პირდაპირ მნიშვნელობით გზას უკაფავს კომერციულ განვითარებას. რა უშლიდა ხელს კომერციულ განვითარებაში აჭარის ხელისუფლებას და რატომ მიმართა ღიად ლევან ვარშალომიძემ პრეტენზიებით ცენტრალურ ხელისუფლებას. უფრო მეტი ავტონომიას კი არ მოვიტყობთ. არამედ ჩვენ მოვიტყობთ უფრო მეტი საშუალება იმისთვის, რომ უკვე განვახორციელოთ ჩვენი ავტონომიური უფლებები. მოგონდა გაითვალისწინეს თუ არა აჭარის ხელმძღვანელის მოთხოვნები თბილისში და რა შედეგი დასრულდა ვარშალომიძის შეხვედრა მთავრობასთან. რატომ აქამდე არა კითხვა დაისო, ხო? იმიტომ არა აქამდე რომ სამუშაო პროცესია ეს დღეს რაღაცნაირად მოუწევდა ეს საკითხი რომ ეს ჯობია ასე გადაწყდეს. ყველა მინისტრთან იყო კონკრეტული საუბარი, კონკრეტული უფლებამოსილებების გადმოცემა, რაც მიღწეული იყო მიღწეული იქნა შეთანხმება. რა უფლებები გადასცა ავტონომიას ცენტრალურმა ხელისუფლებამ კიდევ რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ხელმძღვანელი რეგიონში და რას უნდა ველოდოთ ბათუმში უახლოეს მომავალში პირდაპირ ჩართვა ლევან ვარშალომიძე არჩევანში. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ახლა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ალექსანდრე ებრალიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში სანქტ-პეტერბურგიდან ჩაბურთვება. საღამოშობისა ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო ალექსანდრე, თუ გესმით ჩემი? საღამოშიდობისა ბატონო ზაალ. ბატონო ალექსანდრე, მესმის. დღევანდელ შეკრებაზე არაერთი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა იმ შეკრებაზე, რომელიც თქვენი ორგანიზებით მიმდინარეობს სანქტ-პეტერბურგში. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ ალექსანდრე ებრალიძე 2010 წელს უკვე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს საქართველოში. კონკრეტულად როგორია თქვენი გეგმები, რაში გამოიხატება ეს თქვენი აქტივობა? იცით არის
მთავარი მიზანი. ეს მიზანი არის საქართველოს ტერიტორიის ერთიანობის აღდგენა. ეს მიზანი არის, რომ საქართველო იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ეს მიზანი არის, რომ საქართველოს კონდეს სტრატეგიული მეგობრული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. და რა თქმა უნდა, საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, უნდა კონდეს შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობა. აი ეს არის მიზანი. ყველა ეს მიზანი უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა გადავიტანოთ საქართველოში. ამიტომ აუცილებლად ჩვენ 2010 წელს ფიზიკურად უნდა ვიყოთ საქართველოში და მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს ქართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორ აპირებთ გადატანას თქვენი პოლიტიკური ცხოვრების საქართველოში, ბატონ ალექსანდრე? თუ შეიძლება დააკონკრეტოთ, თქვენ ყავთ უკვე პოლიტიკური პარტნიორები საქართველოში, რომლის მეშვეობითაც თქვენი აქტივობა გაიზრდება, თუ თქვენ პირადად აპირებთ ჩამოსვლას და აქ გააქტიურებას? შევეცდები გიპასუხოთ ამ კითხვაზე. ჩვენ არ ვაპირებთ პარტიის შექმნას, ახალ პარტიის შექმნას, რადგან ვფიქრობთ, რომ პარტიის შექმნა, ახალი პარტიის შექმნა, ეს იქნება ოპოზიციის კიდევ უფრო მეტი დაქუცმაცება. ამიტომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე წინადადება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან და ჩვენ შემოდგომისთვის განვიხილავთ, როგორი ქმედება იქნება ჩვენს მიერ. გავუერთიანდებით, შევუერთებით ვიღაცას, ან მართლობას პარტიის ვიღაცა დაგვითმობს. ჩვენ ვფიქრობ და ეხლა კონსულტაციებს ის ჩატარებას ვაპირებთ. ბატონ ალექსანდრე, ამ წინადადებებში შედის დღევანდელი წინადადებაც, რომელიც კობა დავითაშვილმა შემოგთავაზა, ფაქტიურად კობა დავითაშვილმა ეროვნული საბჭოს სახელით თანამშრომლობა შემოგთავაზა დღეს. იცით, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, სადაც ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ არავითარი პირადი ამბიციები არ გვაქვს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ მზადა ვართ მოველაპარაკოთ ყოველ პოლიტიკურ ძალას საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, რომ დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის ფარგლებში, ესე იგი არჩევნებში, ვებრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ბატონ ალექსანდრე, საუბრის დროს თქვენ არაერთხელ ახსენეთ უკვე საქართველოს კონსტიტუციას. სწორედ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიებსაც. თქვენ თვლით თუ არა, რომ დღეს ეს კონსტიტუცია დარღვეულია, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს რუსული არმია? გიპასუხებთ, ეს ძალზე კარგი კითხვა არის, მაგრამ ეს კითხვა უნდა მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და შეეკითხოთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რა გააკეთენ და რას აკეთებენ ისეც, რომ დღეს აფხაზეთი და ოსეთი ყველაზე უფრო შორს არის საქართველოს ფაქტიური იურისდიქციისგან. ეს შეკითხვა
უნდა მიმართოთ დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას და რაც შეეხება ჩვენს ქმედებას ჩვენი პოლიტიკური ქმედება და მოღვაწეობა დაკავშირებული არის საქართველოს ტერიტორიის აღდგენასთან უპირველეს ყოვლისა. ბატონო ალექსანდრე, თუმცა ფაქტია, რომ დღეს რუსული არმია დგას საქართველოს ტერიტორიაზე და არა პირიქით, თქვენი შეფასება როგორი არის? არის თუ არა ეს ქვეყნის ოკუპაცია? ჩემი შეფასება არის ძალზე მარტივი. როცა იწყებ ომს, უნდა იცოდე, რომ ბოდიში არ ისმის. კი ისმის თქვენი ისაუბრეთ. ისმის ახლა? კი ისმის ბატონო ალექსანდრე ისაუბრეთ. და მე მგონი ესე, როცა იწყებ ომს და დიდი მადლობა. როცა იწყებ ომს, უნდა იცოდე, რომ ერთ შემთხვევაში შენ ომი ან უნდა მოიგო, ან უნდა დაიღუპო, ან უნდა წააგო. ანუ თქვენ ბატონო ალექსანდრე მდგომარეობა, რომელიც არის დღეს ამ მდგომარეობაში დამნაშავე არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ბატონო ალექსანდრე, ანუ თქვენ იზიარებთ რუსეთის ვერსიას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში. მე თქვენ ესე გიპასუხებთ. ეს ძალზე საინტერესო კითხვა დამისვით ახლა. ვითომ ქართველმა ხალხმა აგვისტოში ტელევიზორი ქართველ ხალხს არ უნახავს. თუ თქვენ დაგავიწყათ, მე გაგახსენებთ და მე თვითონ ვუყურებდი, როგორ გამოდიოდნენ საქართველოს ჯარების სარდლები და გვიყვობოდნენ, როგორ აიღენ ცხინვალი, სად იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცრები. მე კარგად მახსოვს, როგორ სიამაყით ამბობდნენ, რომ აი ჩამოვაგდეთ რუსული თვითმფრინავი, 1, 2 და ერთი ყოჩაღი ადამიანი კიდევ ამბობდნენ, კიდევ მოფრინდნენ. მაგრამ ბატონო ალექსანდრე, ის რუსული თვითმფრინავები, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ქართულ სოფლებს ბომბავდნენ, გორს ბომბავდნენ და თბილისში ყრიდნენ ნაღმებს. და ის ტანკები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, დღესაც დგანან თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით. ჩვენ დღესაც უყურებთ რუსულ არმიას, ბატონო ალექსანდრე. და ეს ის არმიაა, რომელმაც ძალიან ბევრი ქართველი სამხედრო დახოცა. მე კიდევ ერთხელ თქვენ გიპასუხებთ, რომ ვინ დაიწყო ეს ომი და როგორი ირონიით და ცინიზმით იყო დაწყებული, მე მგონი ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ ძალზე კარგად იცის. მე რა თქმა უნდა, მე არ ვამართლებ რუსეთის ხელისუფლების ქმედებას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ შენახარ მთავარი სარდალი, თუ შენახარ ქვეყნის პრეზიდენტი და თუ შენახარ ხელისუფლება, შენ უნდა იფიქრო, რომ ყოველ შენ ნაბიჯზე არის მოწინააღმდეგეს პასუხი. ამიტომ, იცით, სხვას ნუ ვაბრალებთ იმ ძალზე მძიმე მდგომარეობას, რომელიც იყო და რომელშიც ეხლა ვართ ჩვენ. ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი პასუხისმგებელი, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ბატონო ალექსანდრე, თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორ აპირებთ? ანუ რუსეთთან თქვენ გამონახავთ საერთო ენას, თქვენ დაგითმობთ რუსეთი ამ ტერიტორიებს? გიპასუხებთ. თქვენ კითხვაში თქვენ ისეთივე შეცდომა გაქვთ, როგორც ყოველივე საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელს. ეს არის კითხვა-თხოვნა. ჩვენ ვიღაცამ რაღაცა უნდა მოგცეს.
მე თქვენ შეგახსენებთ, რომ როცა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I გვხვდებოდა, მან დაუძახა თავის ცოლ შვილს და უთხრა, რომ მე თქვენ ყველაზე უფრო მეტად მიყვარხართ რუსეთის შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველივე სახელმწიფოს მმართველი ის ფიქრობს თავის სახელმწიფოს ბედნიერებაზე. ამიტომ საქართველოს ბედნიერებაზე უნდა იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი მოდელი შევქმნათ, როცა რუსეთის ხელისუფლება იქნება ჩვენი პირველი მოკავშირე საქართველოს ტერიტორიის აღდგენის. დარწმუნებული ვარ ამაში. ამის გჯერათ მართლა ბატონო ალექსანდრე, რუსეთი შეიძლება გახდეს თქვენი მოკავშირე საქართველოს ტერიტორიის აღდგენაში? ვიმეორებ, არათუ მჯერა ჩემი, არამედ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქართველი ხალხი მომავალმა ქართულმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ისეთი ქმედებები, რომ რუსეთის ხელისუფლება იყვეს ძალზე დარწმუნებული და პირველი მოკავშირე, რომ საქართველო იყოს ერთიანი და სუვერენული სახელმწიფო. და ბატონო აბსოლუტურად დარწმუნებული. ბატონო ალექსანდრე, ბოლო შეკითხვა. თბილისში არაერთხელ გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ ალექსანდრე ებრალიძის სახით რუსეთში არის ახალი სპეცპროექტი, რომელიც ისახავს მიზნად საქართველოს ხელისუფლების შეცვლას. როგორი კითხვა იქნება თქვენი? რა კითხვას არის თუ არა ალექსანდრე ებრალიძე კრემლის მორიგის სპეცპროექტი? გიპასუხებთ. ალექსანდრე ებრალიძე არის 2008 წლის აგვისტოს ომის პროექტი. როცა უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს გამოაცხადა, რომ დაიწყო სამამულო ომი. იცით, მე ვარ 55 წლის და მე მასწავლეს, რომ სამამულო ომის დროს შენ ან უნდა გაიმარჯვო, ან უნდა დაიღუპო. ამიტომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ყოველ ქართველ მამაკაცს გადაგვასხა ძალზე ამღრეული წყალი. ბოდიში. ამიტომ ამ ომის შემდეგ მე არაფერი არ დამჩენია იმის გარდა, რომ მივიღო მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიის აღდგენის ბრძოლაში. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, ეს გახდათ ალექსანდრე ებრალიძე და პირდაპირ ჩართვა სანქტ-პეტერბურგიდან და ახლა ჩვენ საუბარს განვაგრძობთ სტუდიაში ჩვენ სტუმართან, ნუგზარ ციკლაური გახლავთ ჩვენი სტუმარი. ბატონო ნუგზარ, თქვენ ახლა ისმენდით ალექსანდრე ებრალიძის შეფასებებს და მის პოლიტიკურ მიზნებს, რაც საქართველოს უკავშირდება. როგორია თქვენი შეფასება, რა ძალა ალექსანდრე ებრალიძე? ჩვენ მოვისმინეთ მართლა ფოლიანტები კაზმულ სიტყვაობის და გონებრივ ლამაზე შეჩერება აღარ ძღირს. უმთავრესი ვფიქრობ, რაც თქვა ალექსანდრე ებრალიძემ, ის რომ ის არის 2008 წლის ომის პროექტი. ჩვენ კარგად გვახსოვს ლავროვის სიტყვები, რომ რუსულმა ტანკებმა გააკეთეს თავის საქმე, დანარჩენს თვითონ გააკეთებენ ქართველები. და მართლაც არ ვიცი ეს კაზუს ლინგვა იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მან დაადასტურა ის გეგმები, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას, ძალიან აგრესიული გეგმები, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებით აქვს. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ჩამოვაგდეთ რუსული თვითმფრინავები, მოითხოვს აუცილებლად კითხვას. სად ჩამოვარდა ეს რუსული თვითმფრინავები? იყო ეს ნოვოსიბირსკში ან სანქტ-პეტერბურგში, საიდანაც გვესაუბრებოდა ეს ბატონი, ან რუსეთის ტერიტორიის რომელიმე სხვა ნაწილში. ეს იყო ქართული მიწების თავზე
მფრენი თვითმფრინავები და ეს ხო თვითმფრინავები, რომლებიც ანადგურებდნენ ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეების სიცოცხლეს. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა ის გასროლა, რომელმაც შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია მტრისა ვერ აკრძალას, მე მიმაჩნია არ არის ჩვენი სიამაყის საგანი, ხოლო იმ ადამიანისათვის, ვინც წეღან გვესაუბრებოდა, ეს არის ქართველების დადანაშაულების კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა. ბატონმა ებრალიძემ პრაქტიკულად გაახმოვანა რუსული იდეა ომის დაწყების, მან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს დაიწყო ომი და მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და ჩვენ წინა გვაქვს დასკვნა ამასთან დაკავშირებული, რომ შემოსულები იყვნენ რუსული შეიარაღებული ფორმირებები კონფლიქტის ზონაში, მაშინ, როდესაც ქართულმა ჯარმა თავისი ქალაქების და სოფლების დაცვა დაიწყო, ეს უარყოფს აი ამ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას ამ ომის მიმართ და ახმოვანებს ამ ომის რუსულ ვერსიას. იცით რა არის, ჩვენ ყველამ ვიხილეთ დღევანდელი კონგრესი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა და ის კომიკური პერსონაჟები ალექსანდრე ებრალიძის ჩათვლით, რომელიც ამ კონგრესში მონაწილეობდნენ. მართლაც ნებისმიერ კომედიურ შოუს დაამშვენებდნენ ეს პერსონაჟები, რომ არ იდგეს მათ უკან ძალიან არაკომიკური ადამიანები და ძალიან არაკომიკური და აგრესიული ძალა რუსეთის ხელისუფლების სახით. მათ დღეს შეკრიბეს სანქტ-პეტერბურგში, ჰქონდათ ცდელობა უпростоრად შეეკრიბათ სანქტ-პეტერბურგში უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეთა ერთი ძალიან მცირე ნაწილი და ამაზე იცით რომ იყო მრავალრიცხოვანი გამოხმაურები, რომელთაგან ერთ-ერთი ჟღერდა ასე. ეს გახლავთ ჩვენებურების თურქული ინტერნეტ, თურქეთში გაომავალი ქართული ინტერნეტ გაზეთის ფლობელის გამოხმაურება, მან იკითხა, რატომ უნდა შევიკრიბოთ ჩვენ მთელი მსოფლიოს ქართველობა რუსეთში. ჩვენი ისტორიული სამშობლო ხომ საქართველო არის. გასაგებია, რომ ეს არის ანტიქართული პროექტი, რაც დღეს მოხდა, მისმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ მთელი მათი ქმედება არის მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად და აქ ისმის ძალიან ლოგიკური კითხვა. როდის შემდეგ დაინტერესდნენ ეს ადამიანები ქართველების პრობლემებით, საქართველოს გასაჭირებლად. რა საერთო აქვს ალექსანდრე ებრალიძეს და მის კონგრესს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, მე გულისხმობ თბილისიდან ჩასულ პოლიტიკოსებს. მათ ძალიან ბევრი რამ აქვს საერთოდ და დღევანდელმა დღემ ძალიან კარგად დაადასტურა, რომ ისინი წარმოადგენენ ერთი და იგივე ძალას, მათ არა ამ ადამიანებს არა აქვს სახელები და გვარები. მათი სახელები და გვარები არის უკიდურესად უმნიშვნელო ამ ვითარებაში, ისინი უბრალოდ წარმოადგენენ მოსკოვის ხელისუფლებას, ისინი წარმოადგენენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც გასცა ქართული ტერიტორიების ოკუპირების ბრძანება. წარმოადგენენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც მოაწყო ქართველების ეთნიკური წმენდა და რაც მთავარია, ისინი წარმოადგენენ ადამიანებს და ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, სხვათა შორის რა არის კრემლის დღევანდელი გზავნილი ქართული საზოგადოების მიმართ. როდესაც ის აი ამ კომიკურ პერსონაჟებს წარმოგვიდგენს ჩვენ ვითომ და ჩვენი მომავლის და ჩვენი სვებედის გამსაზღვრელად, რომ კრემლისათვის თავარი გზავნილი ასეთია, რომ კრემლისთვის საქართველო კვლავ რჩება წარმოუდგენიათ აი ხაჭაპურის და შაშლიკების ქვეყანად, რომელსაც პრეზიდენტად ყავს ალი კრინოკი. მათ უბრალოდ ვერ გაუგიათ, რომ საქართველო არის დიდი კულტურის, დიდი ისტორიული მეხსიერების და დიდი ისტორიული ტრადიციების ქვეყანა და რომ ამ ქვეყანასთან თუ შენ გინდა მართლაც კეთილმეზობრობა, უნდა გაითვალისწინო ის ისტორიული გამოცდილება, რომელიც ახლავს ჩვენ ხალხს და ჩვენ სახელმწიფოებრიობას. მაგრამ ასეთად თვლით, რომ ამ შემთხვევაში კრემლი მართლა ფსონსდებს ალექსანდრე ებრალიძეზე? რა ალბათ კრემლისთვისაც უმჯობესი იქნებოდა, რომ სხვა უფრო ღირსეული ადამიანები მოეძებნა თავის წარმომადგენლად, მაგრამ როგორც ისტორიული გამოცდილება ჩვენ კარნახობს, არასოდეს ისტორიული არ უკაცრავად, არასოდეს ღირსეული ადამიანები თავის სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლებში არ იღებენ მონაწილეობას, თავის სამშობლოს დამაზიანებელ ქმედებებში არ იღებენ მონაწილეობას და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის არჩევანი, რომელიც კრემლს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდა. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც არ მიიღეს ამ პროექტში მონაწილეობა, იცით რომ ასეულობით ქართული სათვისტომო გამოეხმაურა აი ამ ოდიოზურ თხოვნას თუ მოთხოვნას კრემლისა, რომ ჩასულიყვნენ რუსეთში ქართველები. დიდი მადლობა, საგანგებო მადლობა მინდა უთხრა მათ, მაგრამ ამასთანავე ყველა იმ ქართველს, მასპინძლებსაც სხვათა შორის და ვინც სტუმრად ჩავიდა, მინდა ვკითხო. როდესაც მიდიოდნენ იმ ქვეყანაში
რომლის ხელმძღვანელობა მიიღო საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეების განადგურების გადაწყვეტილება. როდესაც მიიღეს ის ფული, რომელიც მათ გამოუგზავნეს რუსეთთან. ნუ თუ ისინი არ ფიქრობდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის ამ აგრესიას, რომლებმაც დადეს თავიანთი თავი. ნუ თუ ნეტავი რას გრძნობდა მათი გული. ან იქნებ გაყიდული ადამიანის გული, არაფერს არ გრძნობს. დღეს ალექსანდრე ებრალიძემ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან კონკრეტული შეთავაზება მიიღო, ეს იყო ფაქტიურად შეთავაზება თანამშრომლობის შესახებ. არის თუ არა იმის შანსი, რომ ალექსანდრე ებრალიძემ და მისმა პარტნიორებმა, რუსმა პარტნიორებმა გარკვეულწილად სერიოზული დასაყრდენი ძალა იპოვონ საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ არავით არის შესაძლებლობა, რომ მართლაც სერიოზული ძალად გარდაიქმნას აი ეს სიმბიოზი ერთის მხრივ დავითაშვილის, კუკავას და სხვა ადამიანების, ვინც იყვნენ ჩასული და მეორეს მხრივ ებრალიძესი არ არსებობს, ჩვენ მათი ფასი ქართულ პოლიტიკაში ძალიან კარგად ვიცით და მათი ფასი ისაზღვრება იმ ციფრებით, რომელიც არაერთ დამოუკიდებელ სოციოლოგიური კვლევის შედეგად გამოქვეყნებულა, ასევე ძალიან კარგად ვიცით იმ ადამიანის ფასი, რომელიც წაღან გველაპარაკებოდა და მთელი მისი რიტორიკა იყო დამყარებული ქართველების დადანაშაულებაზე, ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებაზე და ქართული ხალხის დადანაშაულებაზე იმ მართლა უთანასწორო ომში, რომელიც რუსეთის აგრესიის, რომელშიც ჩართვაც რუსეთის აგრესიის შესაბამისად საქართველოს მოუხდა. რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური ძალა არის ძალიან მცირე, თუმცა ეს არავის არ აძლევს დამშვიდების შესაძლებლობას. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა ქართულ ხალხში, სწორედ იმიტომ, რომ მათ ვერ წარმოადგენეს ვერანაირი რაციონალური ახსნა, თუ რატომ უნდა გადაიქცეს საქართველოს ფეოდალურ ვასალად და თუ რატომ უნდა დათმოს საქართველოს თავისუფლება, სწორედ ეს მკარნახობს მე და სწორედ აქ ხედავ შეშფოთების საფუძველს, რომ ასეთი ადამიანები როგორც წესი ემყარებიან შემდეგ უხეშ სამხედრო ძალას. იმ ძალას, რომელსაც არაერთ გზის გაულაშქრია ქართული სახელმწიფო საქართველოს წინააღმდეგ უფრო სერიოზული სცენარი, ვიდრე ეს დაუშვათ პოლიტიკური თამაშებია. მე შემთხვევაში გულისხმობ ყირგიზეთის მაგალითს. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ ერთი თვის წინ რა ხდებოდა ბიშკეკში. სავსებით შესაძლებელია იცით რომ მართლა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების გამონათქვამებში არის უკიდეგანო აგრესია და უკიდეგანო ღვაწლი საქართველოს თავისუფლების მიმართ, ამიტომ გამორიცხვა ისეთი ქვეყნისგან რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებების როგორც რუსეთი არის, რა თქმა უნდა არაფრის არ შეიძლება. ჩვენ მართლაც ჩვენს თვალწინ გაიარა და მართლაც ერთი მეორის მიყოლებით რუსეთმა დაიწყო პროდასავლური ლიდერების დამხობა სხვადასხვა ქვეყნებში. გიზეთი მართალბრძანეთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო გამოხატულება არის აი ამ ქმედებების. მე ვშიშობ რომ ამაში ჩვენმა ამ საუბარმა შეიძლება გადაგიყვანოს რაღაცა მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული კონტურების, რომელიც ახლა შეიქმნა სხვადასხვა ქვეყნების ურთიერთობის განხილვაში, ამიტომ მხოლოდ ამით დავკმაყოფილდები, რომ რუსეთი იძენს სულ უფრო და უფრო აგრესიულ ფუნქციას ეგრეთ წოდებული პოსტსაბჭოთა სივრცეში შემავალი ქვეყნების მიმართ. უბრალოდ ამ ადამიანებმა არ იციან, მათ მართლა გონიათ საქართველოს უწარსულო, უისტორიო ქვეყანა, მართლა გონიათ საქართველოს მეხსიერების გარეშე ყოფი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ისეთი ხალხი, რომელსაც ვერ გაუცნობიერებია რისთვის იბრძვის, სინამდვილეში საქართველოს ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისათვის. ყველაზე საუკეთესო შვილები საქართველოში ასწლეულების განმავლობაში ეწირებოდნენ ამ იდეას. მართლა ყველაზე ჩინებული და ყველაზე უფრო ღირებული ადამიანები შეეწირნენ ამ ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ აქ ჩამონათვალი მართლა ძალიან შორს წაგვიყვანს, უბრალოდ მახსენდება ასეთი სიტყვები ქართული ლიტერატურიდან, რაც რუსის ხის კარგი ექნა საქართველოში ღმერთმა იმავ რუსს ასკეცად მისცესო. ეს სიტყვები ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს და ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება და მე სიცოცხლეც მიიტანა მსხვერპლად საქართველოს თავისუფლებისათვის. უბრალოდ ჩვენი ხალხის წინაშე დგას არჩევანი თავისი მომავლის განსაზღვრისას, საქართველოს მომავალი ბედის განსაზღვრისას. ენდოს ამ სიტყვებს ილია ჭავჭავაძისგან უკაცრავად თუ ენდოს იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავდით, თუ ენდოს კუკავას და დავითაშვილს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იკრიბებიან მოსკოვში, რომ გაამართლონ რუსეთის უპრეცედენტო და საგანგებო ცინიზმით გამორჩეული. მაგრამ ბატონო, ოპოზიციის იმ ოპოზიციის ნაწილის, რომელიც მოსკოვში მიდის დაუშვათ რუსეთის ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსთან სასაუბროდ, თავარი არგუმენტი არის ის, რომ ხელისუფლება ვერ ესაუბრება რუსეთის ხელისუფლებას, ვერ გამონახეს საერთო ენა ომის შემდეგ, ამიტომ ისინი ვალდებული არიან უფრო დაბალი დონიდან დაიწყონ საუბარი, რათა ურთიერთობა აღდგეს ორ ქვეყანას შორის. მთელ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით
რუსეთთან არის ინტერაქცია, თქვენ ეს კარგად იცით და ხდება ეს ურთიერთობა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს და პოლიტიკური საკითხების განხილვას რუსეთის ხელისუფლებასთან, საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია გახლავთ ძალიან ნათელი და გამჭვირვალე. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ კი არ იქნება უკან წაღებული აღიარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის, თუ კი არ იქნება წაღებული უკან იურიდიული დაფიქსირება ჩვენი ტერიტორიის დანაწევრების, მაშინ ველი დიალოგისათვის და საუბრისათვის არის უკიდურესად მინიმიზებული. დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან იმ თემებზე საუბრის დაწყებას, რომელზეც მათ სურთ საუბრის დაწყება, ეს ნიშნავს ირიბად მაინც აღიარებას იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ აღიარებს ამას. ეს უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ნიშნავს თავისუფლებაზე უარის თქმას და ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე უარის თქმას. და თავისუფლებაზე უარის თქმა არის ღმერთის უარყოფა და ამას არასოდეს ქართული ხალხი არ უარყოფს. ამიტომ, როდესაც სპეკულირებენ ისეთი თემებით, თითქოს და არის კეთილმოსურნე ერთის მხრივ რუსეთი, რომელსაც ძალიან სურს იზრუნოს ქართულ ხალხზე, ქართული ხალხის პრობლემებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ არის საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც თურმე არ სურს ამ პრობლემების მოგვარება. ეს ცხადია, რომ კიდევ არის ერთი ახალი ცინიზმის ინექცია საქართველოს ეროვნულ სხეულში. ჩვენ ვართ ყოველმხრივ დაინტერესებული, რომ გქონდეს კარგი პარტნიორული მეგობრული ურთიერთობა ყველა მიმდებარე ქვეყანასთან და ჩვენი ისტორია არის ამის დასტური, ხოლო რუსეთის ისტორია და რუსეთის დღევანდელობა არის იმის დასტური, რომ არც ერთ ქვეყანასთან, რომელიც მის გარშემო არის, არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს მოშლილი ტერიტორიული პრეტენზიები. ნებისმიერ ქვეყანასთან მას აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც მას ეკვრს, ის ცხოვრობს ტრულ გარემოში. ეს არის სხვაობა და ეს არის მართლა მენტალური სხვაობა. ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერის, ეს არის მენტალური სხვაობა იმ ორი ქვეყნის, რომელზედაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. როგორც არ უნდა მოხდეს, ბატონო ზალ, თავისუფლებას ჩვენ დავიცავთ და ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს და ამ სიტყვას როდესაც მომბო მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მოდერნიზაციას ამ ქვეყანაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისათვის ზრუნვას. ჩვენ გავაგრძელებთ იმ საფუძველზე დგომას, რა საფუძველზეც ასწლეულების განმავლობაში იდგა საქართველო და ეს საფუძველი კი გახლავთ მართლაც შეურყეველი, მტკიცე და პრინციპული ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის და დიდი მადლობა ბატონო გოგო, ჩვენი სტუმარი გახლავთ ნუგზარ ციკლაური. და გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ჩვენ გველოდება გიორგი ტუხუში და ჯონ ბაღათურიას პირდაპირ ჩართვა ჩვენ ომბუდსმენის ანგარიშზე ვისაუბრებთ. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. ომბუდსმენის ანგარიში რა დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას საალხო დამცველი და რა ფაქტები მოხდა გიორგი ტუღუშის 2009 წლის მოხსენებაში. ძალიან დიდი ადგილი ეთმობა საჯარო აღსრულების სისტემას, ასევე საუბარია ბავშვთა უფლებებზე, ფსიქიატრიულ სამანტყოფოებზე, პროკურატურისა და პოლიციის საქმიანობაზე. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დეპუტატების მხრიდან შესაბამისი რეაგირება. დაცულია თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები, ვინ მოიწონა და ვინ გააპროტესტა ტუღუშის 328 გვერდიანი მოხსენება. თვალი დახუჭა და არაფერი თქვა საკუთრების უფლებების ხელყოფაზე და ჩამორთმევაზე პირდაპირ ბოლშევიკურზე, არაფერი თქვა პოლიტპატიმრებზე, უსამართლო დაპატიმრებულებზე. საკითხი ეხება რამოდენიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთასაც. ნაწილი იმ წინადადებისა არის ისეთი, რომელიც ისედაც ტრიალებს პარლამენტში. ნაწილი არის ისეთი, რომელიც მოითხოვს სერიოზულ შესწავლებას. გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ომბუდსმენის მოთხოვნებს, როგორ აფასებს თავად ტუღუში 2009 წლის ანგარიშს და რატომ აკრიტიკებს მას ოპოზიციის ნაწილი. ქართული დასის ლიდერი ჯონ ბაღათურია და საალხო დამცველი გიორგი ტუღუში არჩევანში. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და გადაცემის სტუმარი საალხო დამცველი გიორგი ტუღუში. საღამოშტობისა ბატონო გიორგი, მადლობთ რომ მოგბრძანდით გადაცემაში. ბატონო გიორგი, თქვენს ანგარიშს მედიამ უკვე მისცათ შეფასება, საკმაოდ მწვავე და აპოლიტიკური ანგარიში, საკმაოდ დადებითი შეფასება მოყვა პარლამენტშიც თქვენს მოხსენებას. თავად თქვენი შეფასება როგორი არის? ითი განსხვავდება წინა ანგარიშისგან ეს ანგარიში, რომელიც ახლა წარადგინეთ პარლამენტში? შეეხება ხა ზოგადად ანგარიშს გეთანხმებით იმაში, რომ უმეტესად იყო პოზიტიური შეფასებები, თუმცა იყო გარკვეული შენიშვნებიც გამოთქმული, რაც ცხადია, ბუნებრივი პროცესია, როდესაც 340 გვერდიანი დოკუმენტია. მე მინდა გითხრათ, რომ ანგარიში ძირითადში თავები, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია, თუმცა გარკვეული პერიოდულობით შეიძლება გარკვეული ცვლილებები განიცადოს, თქვათ, ანგარიშმა, შეიძლება შეიტანო გარკვეული კორექტივებს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაგალითად ამ ანგარიში გაჩნდა თავი, რომელიც მიუთითებს კონკრეტულად იმ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებზე, რომელთან
რომლებთანაც ურთიერთობაში სახალხო დამცველს შეექმნა გარკვეული პრობლემები, თქვათ იგივე საანგარიშო პერიოდში. გარდა ამისა, თქვენ ახსენეთ, რომ რა თქმა უნდა, ანგარიში სახალხო დამცველის უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს, თუმცა უნდა ემყარებოდეს ყოველთვის კანონს, კონსტიტუციას, საერთაშორისო სტანდარტებს და შეფასებები, რომლებსაც აკეთებს სახალხო დამცველი, ყოველთვის უნდა იყოს სამართლებრივი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავიცვათ ეს პრინციპები და გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ანგარიში არის კიდე რამდენიმე ნოვაცია, თქვათ, რაც არ იყო ხოლმე ძველ ანგარიშებში, მაგალითად გაჩნდა თავი რეპრესირებულთა უფლებების და ასევე რეგრესული პენსიები, ანუ პირები, რომელთაც საწარმოო ტრამვა მიიღეს თავისი საქმიანობის დროს. მინდა კიდე ხაზი გაუსვა რამდენიმე ასპექტს. პირველი წელი იყო 2009, მეორე ნახევარი, როდესაც სახალხო დამცველს მიენიჭა ეროვნული პრევენციის მექანიზმის ფუნქცია და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაგვეტარებია მონიტორინგი ყველა თავისუფლების შეზღუდვის თუ აღკვეთის ადგილებში. შესაბამისად, ძალიან ყველაზე პრობლემატურ სფეროთ, რომელიმე გაჩნიათ დღეს საქართველოში, ის რაც თქვენს კომპეტენციაში. და ჩვენ გამოვყავით აქ ორი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, ეს იყო სასჯელ ახსულება და სასამართლო სისტემა, რაც იყო ესე ვთქვათ, ამ ანგარიშში ყველაზე ხანგრძლივი მუშაობის საგანი, როდესაც ჩვენ წერდით თავებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო სწორედ ამ ორ მიმართულებას და გამოვყოფთი კიდე ბავშვთა სახლებს და ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, რაც იყო ასევე მონიტორინგის შედეგად შექმნილი კონკრეტულად ჩვენი ანგარიში, რომელიც დაიდო. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, რომ სხვა თავებიც არანაკლებ მწვავე და საინტერესოა, მაგრამ ეს მაინც პრიორიტეტული იყო. ბატონო გიორგი, ჩვენ კი თავში აღვნიშნეთ, რომ დადებითი შეფასება მიიღო თქვენმა ანგარიშმა, თუმცა თქვენ ყავთ ოპონენტებიც, რომლებიც საკმაოდ მწვავედ გაკრიტიკებენ. ახლა ჩვენ საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავთოთ ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელიც ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს. ბატონო ჯონდი. მოგესალმებით. ჯონდი, საღამოშიდობისა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და ჩვენთან სტუმრად იმყოფება სახალხო დამცველი. მე მოვისმინე თქვენი კრიტიკული განცხადებები ამ ანგარიშთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით რა არ არის მოხსენიებული, რა არ შევიდა იმ ანგარიშში, რომელიც წარმოადგენდა სახალხო დამცველს? Čerti ზოგადად მინდა თქვა, რომ ანგარიში არის ძალიან სუსტი და არაობიექტური, ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტებია და ძირითადი აქცენტი დარღვევების არის გადატანილი ისეთ დარღვევებზე, რომელსაც საქართველოში მადლობა ღმერთს ადგილი არ აქვს. აქ არის საუბარი რელიგიური ნიშნის შევიწროებაზე და დევნაზე, დისკრიმინაციაზე, ეთნიკური ნიშნის შევიწროებაზე, რაც მინდა ვთქვა, რომ 21 საუკუნეში არის საზოგადოების დაბალი კულტურის და გაუნათლობის მაჩვენებელი და რაც საქართველოს შუა და ქართველ ადამიანს შუა საუკუნეებშიც კი არ ახასიათებდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ის მავნე ტრადიცია, რაც რაღაც არასრულფასო რაღაც ესეთი დამკვიდრდა, რომ სახალხო დამცველებმა აუცილებლად აქვს თუ არა დარღვევა უნდა ელაპარაკონ ასეთ ფაქტებზე, ვფიქრობ, რომ თქვენ რომ ასეთ ფაქტები არ ხდება საქართველოში, ბატონო ჯონდი? დიახ, საქართველოში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ადამიანები არ იდევნება. თუმცა იდევნება პოლიტიკური ნიშნით და ამაზე სახალხო დამცველი არაფერს არ ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, თქვენ აქ დასაწყისში ბრძანეთ, რომ პარლამენტში მოიწონეთ. დიახ, პარლამენტში უმრავლესობა მოიწონა. ეს ის უმრავლესობაა, რომელიც მართავს ქვეყანას, რომელიც სწორედ აი ამ პოლიტიკურ დევნას ანხორციელებს. ვერ დაგეთანხმებით, ბატონო ჯონდი, იმიტომ რომ მე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებიც მოვისმინე და საკმაოდ დადებითი შეფასება ჰქონდა ამ ანგარიშს. არ ვიცი თქვენ რომელი ოპოზიციონერების მოისმინეთ, მაგრამ თქვენ გადახედეთ და ნახავთ, რომ არ არის არაფერი ნათქვამი პოლიტპატიმრებზე, არაფერი არ არის ნათქვამი, მაგრამ თუ გნება ჩამოთვალოთ ნორა კვიციანი ცოტა უფრო სხვა უფრო მძიმე შემთხვევაა, ვიდრე ჩვეულებრივი პოლიტპატიმარი. ყველა მისის, რომ ნორა კვიციანი იმიტოა პატიმარი, რომ არის ენზარ კვიციანის და 21 საუკუნეში პრაქტიკულად ძევლად ოჯახის წევრის აყვანა სახელმწიფო დონეზე ასეთი ფაქტის არსებობა, ვფიქრობ, ძალიან სამარცხვინო საქციელი არის ჩვენი სახელმწიფოსთვის და ძალიან უხერხული არის ასევე სახალხო დამცველის, როცა ის ამ ფაქტს არ ეხებოდა. ეხლა ისეთი არგუმენტი, რომ ეს საანგარიშო პერიოდში არ მოხდა, შეიძლება ნორა კვიციანი და სხვა პოლიტპატიმრების ზოგიერთის მათ შორის საანგარიშო პერიოდში მოხდა დაპატიმრება არ მოხდა რა საანგარიშო პერიოდში, მაგრამ საანგარიშო პერიოდში ჯერ კიდევ ეს ადამიანები განთავისუფლებულები არ არიან. მე პირადად ბატონ გიორგის გადავეცი ოთარ მახარაძის საქმე, რომელსაც ბათუმში წაართვეს საკუთარი პირადი ქონება, ეს დაახლოებით 150 გვერდიანი ქრონოლოგიურად დალაგებული დოკუმენტური მასალებია, ერთი სიტყვა
საკუთრების უფლებების ჩამოთმაზე არ არის ნათქვამი და ზალ დამეთანხმება რომ თემა საქართველოს რომ საქართველოში პრაქტიკულად საკუთრების უფლება არ არსებობს ახლა პირდაპირ ყაჩაღური წართმევების და შეიძლება გაიაროს რომელმა მაღალი თანამდებობის პირმა მოეწონოს ვიღაც სახელი უბრალოდ თუ არ დაუთმობენ ამ სახს მე აღმოჩნდეს რომ ამას რაღაცა ჩაუდებენ დააპატიმრებენ და ასე შემდეგ ამაზეც საუბარი არ არის და საუბარი არის ძალიან სამარცხვინო და გადამოწმებელ ფაქტებზე მათ შორის საუბარი არის მოთხოვნა რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოქმედი ტაძრები მართლმადიდებლური ტაძრები გადასცეს რომელიღაცა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს და გარი ლაპარაკი რომ ამათ აქვს ესე იგი ესეთი მოთხოვნები და მოთხოვნები ჩვენ შეიძლება ტაძარი და სამშობლოსაც გთხოვენ ახლა ჩვენ ზევით ხო უყურებთ როგორი გადაცემა მიდიოდა რა ჩვენ სამშობლოსაც გთხოვენ ეკლესიასაც გთხოვენ არის ხალხი რომელსაც შეიძლება კიდე ბევრი რამე მოგთხოვენ მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ თუ ესე დავთვეთ ჩვენი სამშობლო დედა ეკლესია მაშინ ჩვენ სანამდე შეიძლება ყველანი ერთად რომ მივიდეთ მე ერთი რამე მინდა ზალ გითხრათ ჩემი კრიტიკის ობიექტი არ არის კონკრეტულად გიორგი მე არ მინდა რომ რაღაც საჯარო განკიცხვის ობიექტი გახდეს გიორგი იმიტომ რომ მე ზევით თქვი და გიორგის ვიცნობ გიორგი არის მე არ მიმაჩნია რომ არის ესე იგი უწესო ადამიანი და ფიქრობ კი არა ვიცნობ და არის ძალიან განათლებული ადამიანი ეს უბრალოდ არის გიორგის მხრიდან ჩემი აზრით ერთგვარი ვალდებულების გზნობა უმრავლესობის ხელისუფლების მიმართ იმიტომ რომ სახალხო დაცველა სწორედ ხელისუფლებამ იმ ხელისუფლებამ დანიშნა გიორგი რომელიც ანხორციელებს აი ამ დარღვევებს აი ამ პოლიტიკურ დევნას აი ამ კერძო საკუთრების უფლებების შელახვას და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენი კრიტიკის მიზანი არის გიორგის ის რომ გიორგი ახალი ანგარიში საერთოდ კარგი იქნება თუ ამ ანგარიშს გაიწვევს იმიტომ რომ დღეს მაგალითად პარლამენტს ეუხერხულა ამ ანგარიშის ასეწვავე ფონზე განხილვა და საერთოდ ხდომა რომელზეც უნდა მოსმენილიყო გიორგის ანგარიში საერთოდ გადადო რომ ეს ფონი ცოტა გადააგორონ მაგრამ მე ერთ რაიმეს ურჩევდი გიორგის თუ ახლა გიორგი დაიწყებს მეორე თერიდან გავა რა თქმა უნდა თავის მართლებას ეცქინ იმას შეცდომა იმიტომ რომ ადამიანი როდესაც შეცდომას დაუშვებს მან უნდა დაინახოს საკუთარი შეცდომა და შეეცოდოს ამ შეცდომის გამოსწორებას წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო ღრმად ჩაეფლობა აი ამ შეცდომების ჭაობში დიდი მადლობა ბატონო ჯონდი დიდი მადლობა დავასრულებ თუ შეიძლება დავასრულებ თუ კი გიორგის მხრიდან ხელისუფლების მხრიდან ეკრება თავის მართლებას ადგილი მაშინ მე იძულებული გავხდები იმ ადამიანებს რომლებიც დღეს იჩაგრებიან რომელსაც პოლიტიკურად დევნიან რომელსაც საკუთრების უფლებას ართმევენ ურჩიო რომ ყოველდღიურ და ამას ვერ ამშვენებს სახალხო დამცველი ურჩიო რომ ყოველდღიურად ან კვირაში ერთ-ორჯერ გამართონ სახალხო დამცველის ოფისთან ბრიფინგები და ასე მაინც გახადონ შესამჩნევი საკუთრების უფლებების წარდგენა პოლიტიკური უფლებების წარდგენა პოლიტიკური ნიშნით დევნა მათ შორის არის ეკაბესელიას ამბავი ჩვენ ვიცი რომ მათ შვილს და ძმას ბრალსდებენ უბრალოდ ჩხუბში რომ დაუჯეროთ ძიებას და ჩვენ ამდენი ჩხუბის და მუშტების ქნების მომსვლელი გავხდარბათ თვითონ პარლამენტის დარბაზში და ასე შემდეგ პარლამენტის წევრები სემეს ზუგდიდში თქვენ გახსოვთ ის ადამიანი ბატონო ჯო ეხლა ჩვენ ეს ყველა ფაქტი ჩამოთვლა ძალიან შორსა გვიყვანს ამიტომ უფლებ დიახ და თქმა უნდა ახლა მიცეთ საშუალება რომ სახალხო დამცველმა გიპასუხოთ ზალ ბაბატიეს სწორად შეამჩნევთ რომ ჩამოთვლას ვერ მოვჩევით თქვენს გადაცემაში იმდენი რაიმე აკლია ჟურნალისტთა უფლებებზე სულ სამ გვერდზე არის ლაპარაკი და ზალ თქვენ ხო გაქვთ ურთიერთობა განსაკუთრებით რეგიონებში როგორც ემატქებას აქვს ჟურნალისტებისას გამასიურად დათხოვნებს სამსახურებიდან და ასე შემდეგ ამიტომ კიდევ ერთხელ მეორებ ანგარიში არის ძალიან სუსტი და ძალიან რბილი ვარ შეფასებაში. კარგი, დიდი მადლობა ბატონო ჯონდი. პატივსემ და ანგარიშს. დიდი მადლობა. ეს იყო ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი. მაშინზე ბატონო გიორგი, თქვენ მოისმინეთ ის პრეტენზიები, რომელიც ჯონდი ბაღათურიას გააჩნია მოხსენების მიმართ. მაშინზე პოლიტპატიმრების თემა, საკუთრების წართმევის თემა, რატომ არ მოხვდა ომბუდსმენის ანგარიში? ასეთია ჯონდი ბაღათურიას კითხვა. პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა არ იყო სამწუხარო, როდესაც პარლამენტის წევრისგან, ვთქვათ, ვისმენთ ესეთ შეფასებებს, გარკვეულწილად ახლა მე მუქარის ელემენტებიც მოვისმინე, ცოტა გამიკვირდა, ჩემი აზრით პარლამენტის წევრი უნდა ცდილობდეს, რომ გაამახვილოს ყურადღება იმ მწვავე შეფასებებზე და იმ ფაქტებზე, რომელიც მოყვანილია ანგარიში და რა თქმა უნდა პირველ რიგში პარლამენტის წევრი უნდა ცდილობდეს, რომ ინსტიტუტი გაძლიერდეს, პირიქით არა დაკნინდეს და ვთქვათ, აკრიტიკებდეს მას.
მინდა ვთქვა, რომ რიგ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, თუმცა რა თქმა უნდა კრიტიკის მოსმენა ყოველთვის შეიძლება, მაშინ ასევე არასამართ, თუმცა მე არ მინდა რომ საზოგადოება შეყვანილ იქნას შეცდომაში, მე ამას ვისმენ უკვე დაახლოებით 2-3 დღეა. მინდა აღვნიშნო პირველ რიგში, რომ სპეკულირება ამ რელიგიური თემატიკით ზოგადად დადებითი ტენდენცია არ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, ვთქვათ, რაც არ წერია ანგარიში, თუმცა რა თქმა უნდა, თავი რელიგიის თავისუფლება ანგარიში ყოველთვის არსებობდა. ეთნიკური ნიშნით დევნაზე საერთოდ არ არის და ზოგადად სიტყვა დევნა ანგარიში არ არის. არის საუბარი კონკრეტულ დისკრიმინაციაზე და გარკვეულ შეუწყნარებლობის ფაქტებზე, რომლებიც გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში. კიდევ ხაზს უსვა 2009 წლის მეორე ნახევარში. აქ საუბარია 7 კონკრეტულ ფაქტზე, როდესაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის თავდასხმებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე. რა თქმა უნდა, ანგარიში ჩვენ არასდროს არ ვეხებით ეკლესიას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს კანონიდან გამომდინარე, მხოლოდ ვისაუბროთ უფლება დარღვევების ფაქტებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და ასევე არასათანადო რეაგირებას. მე მინდა რამდენიმე თემას შევეხო. მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ყველა ფაქტი არის გადამოწმებული და ის ფაქტები, რომლებიც აისახა სახალხო დამცველის ანგარიში, სათითაოდ ყველა დაფუძნებულია კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაცია მათ ახსნა განმარტებებზე, როდესაც ეს იქნებოდა პირადად სახალხო დამცველი თუ მისი აპარატის თანამშრომლები, ყველა ამ ადამიანს პირადად ესაუბრებოდნენ და აგროვებდნენ ფაქტს. ასე ის რომ აქ რამე ცრუ ფაქტი წერია, მე კონკრეტულ ვერაფერ ვერ მოვისმინე. ზოგადად საუბარია, რომ თურმე არის სიცრუე. ამას მე ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს. კი ბატონო, კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ რამდენიმეჯერ აღინიშნა არა მარტო ჩემი მხრიდან, რომ ანგარიშს უნდა ყურადღებით წაკითხვა და არა ვთქვათ თავების გამოტოვება და ასე შემდეგ. ბატონმა ჯონდიმ ახსენა ნორა კვიციანი, ამას მე ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ ეს თორფსტები არის 2006 წლის თუ 5 წლის საქმე და მოხვედრილია სახალხო დამცველის ანგარიში თორფსტები 2007 წლის. ვინაიდან ეს ფაქტი არ მომხდარა ვთქვათ საანგარიშო პერიოდში, იგი ვერანაირად ვერ აისახებოდა სახალხო დამცველის ანგარიში. მე მიუბრუნდები კონკრეტულად ერთ-ერთ საქმეს, რომელიც არის ცაგარელის, ბესელიას, მილორავას და კირვალიძის საქმე, რომელზეც ბატონ ჯონდი ბრძანებს, რომ საერთოდ სახალხო დამცველს არ გაუმახვილებია ყურადღება. ეს საქმე არის სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი და თუ გადაშლის ბატონი ჯონდი სამართლიანი სასამართლოს თავს, მე შემიძლია გვერდით მიუთითო, პრინციპში აქ გვაქვს ჩვენ 176 გვერდზე და წაიკითხავს, ნახავს, რომ სწორედ ამ საქმეს ძალიან დიდი ნაწილი სამართლიანი სასამართლოს თავის ეთმობა და მასში საუბარია არაერთ დარღვევაზე, რომელიც სახალხო დამცველმა დააფიქსირა კონკრეტულად ამ საქმის შესწავლის შედეგად. გარდა ამისა, მე არაერთხელ მქონდა ქალბატონ ეკასთან პირადად შეხვედრა. აქ რო განმარტოთ მაყურებელთან, ეს საუბარი ეკა ბესელიას. კი ბატონო, საქმე არის ეგრე ოფიციალურად ცაგარელის, ბესელიას, მილორავას და კირვალიძის საქმე. ეს შესწავლილი ასახულია ანგარიში. ასევე ანგარიში ასახულია არაერთი სხვა საქმე, რომელიც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა წყაროებიდან, უშუალოდ როგორც გამცხადებლებისგან, ასევე ახალგაზრდა იურისტებმა გადმოგვიგზავნეს რამდენიმე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური საქმეები, რომლებიც ყველა იქნა შესწავლილი, მიეცა ადეკვატური სამართლებრივი შეფასება და აისახა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში. ასე რომ ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, როდესაც საუბრობთ თქვენთან არ მაქვს, რა თქმა უნდა, საუბრობთ ანგარიშზე, წავიკითხოთ მაინც. ესა მესმის, რომ 340 გვერდია და დრო მიაქვს და მძიმე, თუმცა როდესაც ამბობთ, რომ ყურადღებით ვიღაცა გაეცნო, ფაქტი სულ სხვა რამეზე მიუწევს. ბატონ გიორგი, როგორი არის რეაგირება? თქვენ დეკემბერში ერთი ანგარიში უკვე წარუდგინეთ პარლამენტს. მოყვა თუ არა რეაგირება კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც შევიდა წინა ანგარიში სახალხო დამცველის? საერთოდ არის თუ არა ბზაობა იმის, რომ სახალხო დამცველის შენიშვნები და რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული? მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა, რომ რიგი უწყებების მხრიდან მიდგომა შეიცვალა. მე არ შემიძლია ეს არ ვახსენო, არის გაცილებით მეტი ყურადღება ანგარიშის მიმართ. თვითონ ჩემი აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ გაუმჯობესდა იგივე კომუნიკაცია და სხვადასხვა კორესპონდენციის გაცვლა, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, იგივე როდესაც ვთქვათ, ამოწმებ კონკრეტულ საქმეზე დაიწყო თუ არა გამოძიება, დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, ამისთვის გვჭირდება, რომ ყოველდღიურად აწარმო ოფიციალური მიმოწერა, ადრე იყო ძალიან ხშირად, რომ ბევრი უწყება პასუხს საერთოდ არ გვცემდა. ხა ეს მდგომარეობა ცოტათი კი არა და საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა დარჩა რამდენიმე უწყება, ვისთანაც ჩვენ დღემდე გვაქვს. მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია
რეკომენდაცია სახალხო დამცველი შესრულდა, თუმცა ნება იყო დაფიქსირებული კონკრეტულად, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს სერიოზული მუშაობა და კონკრეტული რეკომენდაციები შესრულდეს. მე მინდა ვთქვა ასევე, რომ კონკრეტულად სასჯელი ახსრულების იურიდიული დახმარების და პრობაციის სამინისტროდან რამდენიმე რეკომენდაცია იქნა შესრულებული საანგარიშო პერიოდში. ბატონო გიორგი, და კიდევ ერთი შეკითხვა და ალბათ ბოლო, იმიტომ რომ ჩვენი დრო იწურება, გასულ წელს თქვენ განაცხადეთ, რომ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება სახალხო დამცველის, ოფიციალური ჩანაწერი გაჩნდება უკვე შემდგომ მოხსენებაში. გაჩნდა თუ არა წელს ეს ჩანაწერი? კი ბატონო, ჩვენ გავაკეთეთ ცხრილი, თუმცა ბევრი რეკომენდაცია, რომელიც ბოლო პერიოდში იყო გაგზავნილი, მათზე პასუხი არ იყო მოსული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკვე შემდეგი ანგარიშისთვის წლის ბოლოს მთელი წლის სურათი ავსახოთ. ვინაიდან იძლეოდა ძალიან არასრულ სურათს. ბატონო ზალ, მე მინდა კიდევ ერთ რაღაცას მიუბრუნდე, აქ მორიგი კიდევ ერთი ბრალდება, რომ თურმე მე გადმომეცა საქმე ბატონი ჯონდის მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ ფორბსები ერთი თვის თუ ორი თვის უკან ბატონმა ჯონდიმ გააკეთა კონკრეტული პრესკონფერენცია ჩაატარა ფორბსები შერატონ მეტეხი პალასში, სადაც თხოვა რომ ისულიყო ჩემი წარმომადგენელი, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი მოადგილე იმყოფებოდა. იქ დარიგდა 20 გვერდიანი აღწერილობა, მოკლედ ამ პრობლემის ფორბსები ესახება ომარ მახარაძის საქმეს. კი, ჩემმა თანამშრომლებმა მისცა ფორბსები მათ თავისი პირადი ტელეფონი, უთხრა რომ მოეტანათ საქმე ჩვენ არ გადმოგცემია, შესაბამისად იმ 20 გვერდის საფუძველზე ვერავინ ვერაფერს ვერ შეისწავლიდა, ასე რომ ესეც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მინდა მიუბრუნდე კიდე რამდენიმე თემა. სახალხო დამცველი არსად არ ითხოვს ვინმესთვის რაიმეს გადაცემას, ეს ეხება კონკრეტულ ტაძრებს. იქ არის საუბარი, სახელმწიფომ ეს პრობლემა უნდა გადაჭრას, რაც არის დავის საგანი უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ეს მეორდება, მე მგონი, სადღაც მეხუთე თუ მეექვსე ანგარიშია ასახული. კიდე მინდა ერთი რაღაცა, რაც შეეხება ეხა ანგარიშის გაწვევას და მიტინგებს, ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება მე, თუმცა ჟურნალისტები, ყველა ის ფაქტი, რომელიც სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი საანგარიშო პერიოდში, მე შემიძლია ჩამოვთვალოს იყო საბა წიწიკაშვილის ფაქტი, გაზეთ ბათუმელების ფაქტი, საკმაოდ ბევრი ფაქტია. კი ბატონო, ყველა ეს ფაქტი, რომელიც ჩვენთან მოხდა, შესაბამისად ასახულებდა თვითონ ეს ხალხი, მინდა გითხრათ თუ ძალიან მადლიერია ამისი, რომ სახალხო იქნებ ვკითხოთ, ვიდრე გავაკეთებთ შეფასებებს, თუმცა მე გეტყვით, რომ არ გამოვრიცხავ, შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე რაღაცა მოხდეს და სახალხო დამცველმა ეს ან ვერ შეიტყოს, იმიტომ რომ რამდენიმე წყაროა, ხო, ამ პირადად კონკრეტულად უფლებადარღვეული პირი, მედია საშუალება, მე მინდა გითხრათ, რომ ორი დარღვევის შესახებ ჩემმა თანამშრომლებმა Facebook-იდან შეიტყო და იქიდან ჩვენ თვითონ დავიწყეთ აი ამ კონკრეტული დარღვევების შესწავლა. დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ახლა დავალოთ რა შეფასებებს ეს პარლამენტი უკვე თქვენს ანგარიშს. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გახდა ჩვენი სტუმარი. გადაცემის ბოლო ნაწილს ჩვენ გველოდობა პირდაპირ ჩართო ბათუმიდან ლევან ვარშალომეძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვას დროებით. Georgia, having a party. საქართველოს მსოფლიო ობიექტივში და CNN-ის მიერ დანახული ბათუმის რენესანსი. რატომ დაინტერესდა ყველაზე ცნობილი ტელეკომპანია აჭარი? სადაც არ უნდა გაიხედო ამ ქალაქში ყველგან მშენებლობის ხმაურს გაიგებ. ეს პროექტები პირდაპირ მნიშვნელობით გზას უკაფავს კომერციულ განვითარებას. რა უშლდა ხელს კომერციულ განვითარებაში აჭარის ხელისუფლებას და რატომ მიმართა ღიად ლევან ვარშალომიძემ პრეტენზიებით ცენტრალურ ხელისუფლებას? უფრო მეტი ავტონომიას კი არ მოვითხოთ. არამედ ჩვენ მოვითხოთ უფრო მეტი საშუალება იმისთვის, რომ უკვე განვახორციელოთ ჩვენი ავტონომიური უფლებები. ბოლომდე გაითვალისწინეს თუ არა აჭარის ხელმძღვანელის მოთხოვნები თბილისში და რა შედეგი დასრულდა ვარშალომიძის შეხვედრა მთავრობასთან? რატომ აქამდე არ არის? კითხვა დაისო, ხო? იმიტომ არა აქამდე რომ სამუშაო პროცესია ეს. დღეს რაღაცაერთ მოვციფდა ეს საკითხი, რომ ეს ჯობია ასე გადაწყდეს. ყველა მინისტრთან იყო კონკრეტული საუბარი, კონკრეტული უფლებამოსილების გადმოცემა, რაც მიღწეული იქნა შეთანხმება. რა უფლებები გადასცა ავტონომიას ცენტრალურმა ხელისუფლებამ კიდევ რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ხელმძღვანელი რეგიონში და რას უნდა ველოდოთ ბათუმში უახლოეს მომავალში პირდაპირ ჩართვა ლევან ვარშალომიძის არჩევანში. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარი არის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე. ჩვენი პირდაპირ ეთერში გვერდება ბატონი ლევანი ბათუმიდან. საღამოშვების და ბატონო ლევან, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო ლევან, პატარა უთანხმოება ცენტრალურ ხელისუფლებასთან უკვე ამოწურულია, როგორც მე მივხვდი. თქვენ კმაყოფილმა დატოვეთ დედაქალაქი. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ გაგვიმართოთ, რა შეთანხმებას მიაღწიეთ მთავრობასთან? დიდი მადლობა ზალ. მართლა ჩემი მიზანია რომ აჭარის მოსახლეობას თითოეულ ადგილობრივ მეწარმეს, ადგილობრივ ფერმერს შეძლებს დაგვარად გაუმარტივო ცხოვრება და სახელმწიფოსთან ურთიერთობისას არსებული ბიუროკრატიული ბარიერები. მართლაც იყო პრობლემები და ეს საკითხები ალბათ ისეთ საკითხები იყო, როგორც მაგალითად ჩამოგითვლით საშუალო სკოლებში ფართების იჯარით გაცემა. პრობლემა იყო
საკვების უმრავლობის ფერმერებისთვის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის ნებართვების და სერტიფიკატების გაცემის უფლების გადმოცემა, ასევე სასპორტო სახელოვნო სკოლების დაფუძნება და ასე შემდეგ. ეს ბევრი ტექნიკური საკითხებია, აღარ გავაგრძელებ მე ამას. მართლაც ამ საკითხების მოუწესრიგებლობა ხელს უშლიდა ადგილობრივ მეწარმეებს და ხალხს პირველ რიგში. ბატონ ლევან, ეს პირველი შემთხვევა არ არის საქმიანობის დიახ, ბატონ ლევან, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თქვენ პრეტენზიას გამოხატავთ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. რატომ მივიდა საქმე აქამდე? ფაქტია, რომ რამდენიმე წელია უკვე ეს ბიუროკრატიული მექანიზმი არსებობს, რაც ფაქტობრივად ავჭარის ხელისუფლების საქმიანობას აფერხებს. მე არ მინდა ამას ახლა დავარქვა უყურადღებო ან გულგრილი დამოკიდებულება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს საკითხები უფრო სწრაფად უნდა გადაწყვეტილიყო. ალბათ უფრო სამუშაო პროცესი ან სხვა ბევრი პარალელური საქმეებით დროულად მოგვარები პარალელურად ვერ ხდებოდა დროულად ამის გადაწყვეტა, მაგრამ სწორედ ამან გამომიწვია ჩემი უკმაყოფილებას და დღეს მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ეს პრობლემები გადაწყვეტილია და მე რეგიონში დავბრუნდი გაკეთებული საქმით და შედეგით კმაყოფილი. ბატონ ლევან, მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა, თქვენ შეხვდით თითოეულ მინისტრს, განიხილებთ მათთან საკითხები, თუმცა ამ შეხვედრას რამდენად ჩემს ცნობილია თავად პრემიერ-მინისტრი არ ესწრებოდა, თუ გქონდათ თუ შუა აუდიენცია ნიკა გელაურთან, თუ ესაუბრეთ მას პირისპირ იმ პრობლემებზე, რომელსაც თქვენ გაწუხებთ. მოგახსენებთ, რომ პრემიერთან მე შეხვედრა არ მქონია, ეს კონკრეტული შეხვედრა იყო დაგეგმილი მთავრობის ეკონომიურ გუნდთან. ჩემი პრემიერი უბრალოდ მაშინ არ იმყოფებოდა ქვეყანაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მისგან მიიღო მინისტრებმა შესაბამისი დავალებები, რომ შემდგარიყო შეხვედრა აჭარის მთავრობასთან და საკითხები გადაწყვეტილიყო. რაც შეეხება ჩემს და პრემიერ-მინისტრ ურთიერთობას, მე მინდა აღვნიშნო, რომ კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა ამასთან ერთად ყველას უნდა გვესმოდეს ერთი, რომ ამ ურთიერთობაში მე არ წარმოვადგენ საკუთარ თავს, ამ ურთიერთობაში მე წარმოვადგენ აჭარის მოსახლეობას და სახელმწიფო სტრუქტურებთან ცენტრალურ მთავრობასთან ურთიერთობისას გავაკეთებ და გავაკეთებ მხოლოდ იმას, რაც ხალხის ინტერესშია. ბატონ ლევან, მე მინდა შევეხო ან ბოლო დღეების ერთ-ერთ ალბათ ყველაზე საინტერესო მოვლენას, ეს იყო CNN-ის რეპორტაჟები, რომლებიც გადიოდა მთელი მსოფლიოზე და ბათუმი იყო ამ რეპორტაჟების ერთ-ერთი მთავარი თემა. თქვენი შეფასებით, რატომ მოექცა აჭარა და ბათუმი CNN-ის ყურადღების ცენტრში? რითი მოიხიბლნენ ამერიკელი ჟურნალისტები? მე მართლაც მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც სასიამოვნო და ამასთან ერთად საპასუხისმგებლო ფაქტია, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარებით დაინტერესდა ისეთი დიდი გამოცემა როგორც CNN-ია. მე მართლაც შევხვდი მათ, მქონდა სამუშაო რეჟიმში და შეხვედრა, მართლაც ისინი ერთ რამეს აღნიშნავდნენ, რომ მართლაც გაკვირვებული იყვნენ სადღეღამისო ტემპით, მუშაობით და იმდენი მშენებლობით, მოცულობებით, რომელიც ამ პატარა ქალაქს გააჩნია. მე მართლაც მინდა ვთქვა, რომ ბათუმი იცვლება და განვითარება ძალიან დიდია. ერთადერთი მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი მართლაც მიზანი არის, რომ ადგილობრივი განვითარებით ნებისმიერი ინფრასტრუქტურული საქმით დავასაქმოთ ადგილობრივი ხალხი. მარტო ის რა დღეს რომ ბათუმში მარტო 4 ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. ჩვენ არ ვიქებთ რა თქმა უნდა მარტო სასტუმროებით, მაგრამ ერთი ფაქტით თუ გნებავთ სასტუმროებთან მიმართებაში, დღესდღეობით შერატონი, რომელიც უკვე გახსნილია, სადაც დღეს უკვე 200 თანამშრომელი მუშაობს და აქედან პირდაპირ მინდა ვთქვა 5 უცხოელია, 6 თანამშრომელი თბილისის შერატონიდან ამოვლინებული დროებით, დანარჩენი კი ბათუმელი. და ეს ციფრი გაორმაგდება ზუსტად ერთ თვეში. უფრო მეტი ჩვენი განვითარება არ შემოიფარგლება მარტო სასტუმროებით. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას და მეტი ხალხი დასაქმდეს. იგივე თუ გნებავთ, მე არ შეგაწყენ ძველი ფაქტებით, მომავალ კვირას ჩვენ ხსნით აქ ერთ პოლიგრაფიულ საწარმოს, სადაც 70 კაცი იქნება დასაქმებული და ასევე საყვავილე მეურნეობას, რომელიც აგრეთვე უკვე დაიწყო მოწოდება ყველა ყვავილების ქალაქ ბათუმისთვის. ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ ნაწილზე რომ გადავიდეთ, დღესდღეობით ბათუმში ბულვართან ერთად წყლის კანალიზაციის არა მარტო ბათუმში, ქობულეთის, სარფის მიმართულებით, ძველი ბათუმის რეაბილიტაციებით, ეს ყველაფერი არის ცალკეული სამუშაო ადგილები და მართლაც ამ მშენებლობებზე სხვა თუ არაფერი საქმდებიან ადამიანები და ამ ოჯახებს უშევათ შემოსავალი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. და ბატონ ლევან, წელს რითი გააკვირვებთ ჩამოსულ ტურისტებს და დამსვენებლებს, ანუ როდემდე გაგრძელდება ბათუმის რენესანსი? რენესანსი უფრო დიდხანს გაგრძელდება და მართლაც ქალაქი დახვდება სილამაზით, სტუმართმოყვარეობით და რაც თავარია ხალხით.
აჭარის მოსახლეობით. და ბატონ ლევან, ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ წელს ორმაგდებოდა დამსვენებელთა რაოდენობა, რომელიც ჩადიოდა აჭარაში. წელს თუ გეგმავთ, რომ კიდევ ერთი ახალი რეკორდი მოიხსნება ტურისტების მხრივ? გეტყვით ციფრებით, მართლაც 2009 წელს ჩვენ ყავდა 550 ტურისტი, მე 1 აპრილის მდგომარეობით შემიძლია თამამად თქვა, ჩვენ გვაქვს 35%-იანი და რაც გვაძლევს საშუალებას, რომ წელს მინიმუმ 800,000 ტურისტი ეყოლება ბათუმს. ეს ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი შემოსავალი გაუჩნდება ადგილობრივ მოსახლეობას. და ბატონო ლევან, ჩემი ბოლო შეკითხვა ალბათ მინდა დავასრულო იმ თემით, რითაც დავიწყე საუბარი. უფლებების დელეგირება და ის უფლებები, რომელიც მოიპოვა აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელმა თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ. საკმარისია თუ არა იმისთვის, თქვენი სიტყვები რომ გავიხსენო, რომ აჭარამ თავისი ავტონომიური უფლებები უკეთესად განახორციელოს. თუ კიდევ ეკრება მოთხოვნები ლევან ვარშალომიძეს. რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც დამოუკიდებლობა არის ადგილობრივ დონეზე, არის საკითხები, რომელიც ჩვენ შეთანხმებული მუშაობაა საჭირო ცენტრთან, მაგრამ მე ვიმეორებ, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა რეგიონში, ჩვენ ყოველთვის დავაყენებ ცენტრთან ამ საკითხებს და დავიწყებ მოგვარების გზების ძიებას. დიდი მადლობა ბატონ ლევან, იმისაც რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. არჩევანის სტუმარი გახდათ ლევან ვარშალომიძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. მე ზუსტად ისევ ერთ კვირაში ამ სტუდიაში შევხვდებით. დროებით.